ნოდარ მანაგაძე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი ქართული კინოსი, საინტერესო თავისი დამოკიდებულებით სინამდვილესთან, იმ სინამდვილის ეკრანზე მოქცევის განსაკუთრებული უნარით, რომელიც მას ჰქონდა, რომელ დროშიც და სადაც არ უნდა ხდებოდეს მოქმედება, მის ფილმებში ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებული მეოხებითა და ძალით სინამდვილე პარალელებს პოულობს თანამედროვეობასთან, წარსულთან და ყველაფერთან ერთად. ოთხქვეშ მაგება. რა შვები, ბიჭო? ნელა შეშმა. არ გაგივარდეს, ბიჭო, ეგდოქი. ნელა ფეხი არ წამოგრატეს. ოიცა, ნელა, ბიჭო. ჩემი იყო კინორეჟისორი, რომლის მამაც კინორეჟისორი იყო და მისი პირველი ნაბიჯები კინორეჟისურაში დაიწყო მამამისთან ერთად, შოთა მანაგაძესთან და რამოდენიმე ფილმი უკვე ერთად აქვთ, მაგალითად წუთის სოფელი თუ არ ვცდები, ერთად აქვთ გადაღებული კიდე არ ვიცი რომელი შეიძლება ხესურულ ბადაში, ნუ ეხმარებოდა, მაგრამ წუთის სოფელი ნამდვილად თანარეჟისორი იყო ამ ფილმში. მეც ვიყავი ამ სურათზე გარკვეული პირობების გამო თანადამდგმელი, რადგანაც ასე ვთქვათ, მამაჩემმა გზა გამიკვლია ჩემ მომავალი ცხოვრებისთვის და ამიყვანა თანადამდგმელად, რამაც ალბათ შემდგომში ჩემი კინოში მუშაობა დააჩქარა უბრალოდ. რეჟისორების შოთა და ნოდარ მანაგაძეების ფილმი წუთის სოფელი რამდენიმე პრიზით დაჯილდოვდა. მსახიობ სოფიკო ჭიაურელის მიერ შესრულებული როლი კი საუკეთესოდ მიიჩნიეს. მერვე თუ მეცხრე კლასში უნივერსიტეტში იყო კალათბურთის წრე და იქ დავდიოდით ერთად. შემდეგ ნოდარი იმდენად მაგრად თამაშობდა, რომ გადაიყვანეს განათლების განტონო ერქვა იმას, განათლების განყოფილების გუნდში და საქართველოს ნაკრებში მოწაფეთან მოსავლეთა ნაკრებში. მაშინ ფაქტიურად ჩვენი გზები თითქოს გაიყო და მეორეჯერ შევხვდით უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩაბარების დროს. და რო გავიარეთ, ერთად ველოდით შედეგებს და დაიწყო, გაგრძელდა ჩვენი ნაცნობობა და მეგრომეც მეგობრობაში გადაიზარდა და ვიყავით სულ ერთად. ჩვენი ჯგუფი იყო პირველი სარეჟისორო ფაკულტეტი, რომელიც წაიყვანა დოდო ალექსიძემ. ბრწყინვალე პედაგოგი იყო და შესანიშნავი ადამიანისაც. და ჩვენ ჯგუფში ახლა ვინ ვიყავით? ნოდარი, დათო ცისკარიშვილი, ილო მაცხონაშვილი, მიშიკო ჭავჭავაძე, ალბათ ხატვარი იყო, მერე ცნობილი და თინა შონია, ჩვენთან მუშაობდა თინა. აი ესეთი ჯგუფი იყო ძალიან ძლიერი და მეორე კურსზე შემოგვერთა თემო ჩხეიძე. ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ცოცხალი მე დავრჩი. სულ ყველა გარდაცვლილია იმად სამწუხაროდ.
და მამისგან თუ ნახულობთ ხოლმე შოთას ფილმებს, ხშირად იმეორებენ საბუდარელს. საოცარი გზნობა ჰქონდა ქართულის, აი ქართველი რეჟისორი იყო ნამდვილად. ისეთი მუსიკა აქვს რეზულა აღიძესთან გაკეთებული. ნუ სასაული საბუდარელი ჭაბუკის ეს სიმღერა ხო დარჩა და ნოდარის დავიწყოთ იქიდან რომ მსახიობების შერჩევაც ძალიან კაი შერჩევა ივანე კოტორაშვილის ამბავია ზურა ქაფიანიძეს მე მგონი საუკეთესო როლი რაც კი უთამაშია მე ესე მგონია და თვითონაც გადაღებული ბუნება და თემა იყო ძირითადად რა პატრიოტიზმის თემა რა ზურა ცხოვრებაშიც ისეთი გულუბრყვილო კაცია, როგორც სალამ პარლამენტში შევიდა. ისეთი ახლაც გულუბრყვილო და კეთილი კაცია და მე ვთხარი რომ უნდა გამომეკიდოს რაღაცაზე. ხო, მოკლედ ცოლი უკვე გადაწყვიტა რომ მოყვანილი ყავს და რო უნდა მოეფეროს. ამ დროს ტყილს უძახი რომ კიდე შემოგვესიამტე და დააფეთებული თავის კომბლით მომსდევს მე ნუ ახლა რამდენი უნდა ირბინო ერთხელ ავირბინე ჩავი კედელს და დაეტაკა მხრით მართლა გადაანგრია კედელი კაცო ხო და ნოდარი გაფრთხილებული ყავს რომ ვითომ ფეხი ამტკივდება და ამ სირბილში ხა მაშინ შემეძლო სირბილი და ავიტკიე ფეხს და რამიქენი და ზურას კომბალი გავარდება და უკვე არ ვიცი ფილმშია თუ ცხოვრებაში განიცდის ამ ფეხის ამას და რო დაიჩოქებს რომ უნდა მომეხმაროს ფეხი და წამოხვდები და გავიქცევი და მაშინ მიხვდება და გამწარებული მომზდებს მართლა გამწარებული მომზდებს ხო ძლივს დავაშოშმინეთ მე საღამოს ერთი ესეთი სცენა მახსოვს როცა უნდა გადაგვეღო კამეჩების ჩხუბი ეს ქართველების ხო ესე ძველი ტრადიცია ესეთი და სპეციალურად სადღაც სხვა კუთხიდან ჩამოიყვანეთ ეს კამეჩები და ვიღაცამ თქვა რომ ღვინო უნდა დავალევიოთო და მაშინ იციან გაბრაზება და ერთმანეთს დაეტაგებიან ოღონდ ისეთი გაბრაზება იციანო შეიძლება ჩვენ ყველა გადაგხვდელოსო და ამოვიყვანეთ სახალხო რაზმი პოლიციელები მაშინდელი მილიციონერები იარაღებით გამზადებული ხო იმითი წყალით ყველაფერი და დავალევიათ ერთი 40 ლიტრა ღვინო დალიეს გობებით ვასვევდით არაფერი შენც არ მომიგდა ესე არის მე თამაზბილი ხოძე რო იყო იმან არაყი ბოთლით ჩაასხა ერთსაც და მეორეს ეს დალიეს და ცოტა გაიხვალეს ერთი დადაგება მოხდა მაგრამ ეს ჩვენი მეხანძრეები დაგვრჩება შეურები ივანე კოტორაშვილი თითქოს გამოწერილი იყო აი ზურასთვის შექმნილი სახე იყო ეს და საერთოდ გადაღებაზე კინოგადაღებაზე პირველად ნოდარ მანაგაძესთან მოვხვდი ეს იყო ივანე კოტორაშვილის ამბავი მე ჩავაბარე ინსტიტუტში ან კინოსარეჟისოროზე და ნოდარმა წამიყვანა თავისთან უბრალოდ როგორც მოწმე არავითარი ფუნქცია მეიქ არ მქონდა ვიყავი უბრალოდ მაყურებელი და დამკვირვებელი და ასეთი მოსაბეზრებელი ასეთი აუტანელი პროცესი როგორც გადაღება თუ არა ხარ ჩართული მე ვერ წარმომედგინა ერთი და იგივე ამბის გამეორება ამდენი ადამიანი რაღაც ერთად თავშეყა ხან ძროხები ჭირდებოდათ ხან ხარები ხან ნუ სრულიად დიდი ქაოსი იყო ეს ჩემთვის და ამიტომ ფილმი მაშინ ვერც აღვიქვი იმიტომ რომ ვცნობდი იმ ადგილებს სადაც მე ვიყავი ხოლმე გადაღებაზე და მახსენებოდა ის ეპიზოდები ამიტომ ალბათ გადაღებაზე ყოველთვის ყველაზე მოსაწყენია თუ გინდა რომ ადამიანი ჩართო კინო საქმეში ნამდვილად არაფერი არ გამოვა მაგრამ თავისთავად ეს ფილმი ივანე კოტორაშვილი აღმოჩნდა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი ქართული მაყურებლისთვის და ეს არის რაღაც ერთგვარი იგავარაკი საერთოდ ნოდარის ფილმები
მაინც იგავარაკები არის, ძალიან კონკრეტული არის და ძალიან განზოგადოებული არის და მე მაინც გამოვყოფთ ივანე კოტორაშოს ამაღლებას და იმაესტროს, რომელიც მე მგონი დაუფასებელი ფილმი არის, იმიტომ რომ ამაღლებას თავისი დიდი ისტორია ქონდა და ყველას გვახსოვს ესა და მაინც მოყვები და ივანე კოტორაშვილი კიდე რაღაცა საოცარი ხატი იყო საქართველოსზე, რომელიც ასეთი უბრალო გლეხებით არის სავსე ჩვეულებრივი დიდი შრომით იქ ყანა იქნება თუ ოჯახში სფანდურის დაკვრა თუ ხუმრობა და უცებ აი ამ შვენიერ ქვეყანას თავს ესხმის მუდმივად მტერი იტაცებს ბავშვებს წვავს საყდრებს ანადგურებს სოფლებს და მაინც ეს გლეხი დგება და ისევ აგრძელებს ისევ მღერის ისევ მხიარულია და ისევ გრძელდება ქვეყანა აი რაღაც ესეთი ისევ გრძელდება წუთის სოფელი და აი ნუ და რაღაც ამას ძალიან კარგად შეეხო და მithwerეს გავითვალისწინეთ რომ არაჩვეულებრივი თვალი ქონდა და მისი საქართველო არის ძალიან ლამაზი, წარმტაცი, ღონიერი, მდიდარი, ღარიბი ამავე დროს, მაგრამ რაღაცა ლაღი და მშვენიერი. რატომ არის ეს ფილმი კიდევ უფრო მძლავრად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო ბევრად ფესვგამდგარი ჩვენს გენეტიკურ მახასიათებლებთან დღეს? იმიტომ რომ ივანე კოტორაშვილი ზოგადად განზოგადებული სახეა. ძალიან კონკრეტული, ძალზე დამიწებული და საოცრად რეალისტურია ამ თავის მახასიათებლებში და ამავე დროს განზოგადებული ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის და ჩვენი ყოფის ყველა ნიშანთან თუ რამე არსებობს ჩვენში. არა აქვს მნიშვნელობა ქალის, კაცის, იმდენად პირველადია მასში აი ეს გასაოცარი ინსტინქტი დაცვისა, მტერთან ბრძოლის, დაუმორჩილებლობის, შიშის არქონის, ხო, რომელიც ფენომენალურად ვლინდება აი ამ ერთ სახეში, რომ ფაქტობრივად ამ ფილმის უკვდავება შეიძლება ითქვას ალბათ მომავალ ათწლეულებთან ერთად კიდევ და კიდევ უფრო თვალშისაცემი და შესამჩნევი იქნება. ამაღლება რაღაცა ფრესკასავით ფილმი არის და სხვათა შორის მას ძალიან საინტერესო ბედი ჰქონდა იმ მხრივ, რომ 77 წელს გადაღებული ფილმი 11 წლით დააპატიმრა ცენზურამ და ყველაზე უფრო არ მოეწონათ რუსული თარგმანი ამ სათაურის ვაზნისენია და ეს რაღაცა რელიგიური შინაარსი ჩადეს ამაში, თუმცა არის რელიგიური რასაკვირველია და აკრძალეს და მხოლოდ 88 წელს აღმოჩნდა კანის ფესტივალზე
რეჟისორთა ორ კვირაულში ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, იმიტომ რომ აი იქიდან მახსოვს ეს სიტყვები, რომ ეს არის ჰიმნი, ეს არის ფრესკა საოცარი ქვეყნის და ერთგვარი ასე იგი რაღაცა სათგზელო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და თვითყოფადობისო და მართლაც საოცარი ფილმი არის, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი წერტილები აიღო ნოდარმა, რომ იქ არის ხატმწერი, რომელსაც თემურ ჩხეიძე თამაშობს, იქ არის ტაძრის მშენებელი, რომელსაც თემო ჯაფარიძე თამაშობს და გლეხი, რომელიც არის ისევ ზურაბ ქაფიანიძეს, რაღაცა სამი წერტილი და მთელი საქართველოს ყოფა და როგორ ყველა ერთდროულად დგება ქვეყნის დასაცავად. და აი ვიტყვი ხოლმე საჭრეთელი ერთ ხელში და ხმალი მეორეში, სახნის ერთ ხელში და ხმალი მეორეში, ფუნჯი ერთ ხელში და ხმალი. აი ეს იყო საქართველო და ამისთვის იბრძოდნენ და აი ესე უსახელოდ კვდებოდნენ და არაჩვეულებრივი წარწერა აქვს, რომ ეძღვნება საქართველოს დაუპულ ყველა usახელო გმირს. აი ეს რაღაცა წითელ ზოლად გაზევს ამ ჩვენს ისტორიას, რომ usახელოდ დაღუპული ადამიანები, რომელთაც შემოინახეს ეს ქვეყანა. გადაიღო ფილმი ამაღლება, რომელიც მიმაჩნია ის საუკეთესო ნამუშევარი, სადაც იმ დროისთვის ძალიან უჩვეულო ფორმაც ჰქონდა ამ ფილმს. და გარდა ამისა ძალიან ისეთი თემა იყო საქართველოს თავისუფლებისათვის მიძღვნილ გმირებზე იყო ეს ესეთ თავდებოდა კიდევაც მიძღვნა და რაღაცა სიმბოლური ფილმი იყო. საერთოდ მანაგაძესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს ის რეჟისორია, რომელიც დრამატურგიას თავისუფლად და საკმაოდ როგორ გითხრათ, წინ ხედვით, წინასწარ გრძნობით და წინასწარ განწყობით ეპყრობა. ეს იშვიათი თვისებაა, არ არის ხშირი თვისება. სარეჟისორო არსენალში მას ეს თვისება ასევე ჰქონდა და გააჩნდა და მომადლებული ჰქონდა ეს თვისება, იმიტომ რომ გნებავ ჟანრობრივად, გნებავ დრამატული მახასიათებლებით ყოველთვის ახერხებდა განეცალკევებინა ერთმანეთისაგან ერთი, მეორე, მესამე ნამუშევარი იმ ხრივ, რომ არასოდეს მათში რაღაც თემატური ანალოგების აღმოჩენა შესაძლებელი არ იყო და ეს საინტერესო იყო, იმიტომ რომ თვითმყოფად ხდიდა მის თითოეულ ნამუშევარს. ოპერატორის ხელოვნებას, რასაც ქვია, იცი, კადრები, ყოველთვის ეს ჰქონდა ულამაზეთად გაკეთებული. ნუ ივანე კოტორაშვილში როგორ აბუნდება გაკეთებული, ხო გასაგებია და მე აი ey მაესტრო, ბოლო ერთ-ერთი ბოლო ფილმი გადაიღო ლევან პაატაშვილმა. აუ სასწაულად გადაღებული კადრია, მაგრამ ნოდარი მithქვა მორჩა, მე მაგასთან ვერ ვიმუშავებ. ერთ კადრს მთელი დღე უნდება აქით, ნუ გაგაგიჟებსო, მაგრამ ისეთი შედეგი იყო, აი განსაკუთრებით ფინალი რო არის და ეს წვიმაში და იმაში. ო, როგორ გიხდებათ? მოვწანდით ჩაი ვირთვით, თორემ გაგიცივდებათ. იგი, იგი. ოჩახი ბრაიუ, ცეცხლი ხარ, ნამდვილი ცეცხლი. სიურპრიზ. ისე მოიქეცით, როგორც საკუთარ სახლში. ნაცხვარი ლიმონი მიირთვით, მოგეწონება გადაიღეთ. მურაბარდა გაგიწყვეთ.
სხვათა შორის ჩემი ნახელავია. Ei maestro ai შემიძლია გავიხსენო ფილმი, რომლის რამოდენიმე ეპიზოდით სხვათა შორის მაშინ, როდესაც ავტორმა ის გადაიღო და დაასრულა, შესაძლებელია იმ დროსთან მიმართებაში იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ დღეს შესაძლებელია ითქვას, რომ ეს არის სამსახიობო ნამუშევრის ერთ-ერთი ყველაზე ოსტატური მაგალითი. რატომ? იმიტომ რომ მანაგაძე ახერხებდა და დროის დინებასთან ერთად რაღაცა აი ამ ხასიათების და მათში არსებულ ცვლილებებს კიდევ რაღაც მარადიულს და ძალიან ფასეულს უკავშირებდა. ისეც როგორც არის ღირსების განცდა, იმგვარს როგორც არის მუდმივი დანაშაულის და სინანულის შეგრძნების, რაღაც გონიერ ფარგლებში, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებლობა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ადამიანური მე განაახლოს და შეინარჩუნოს. ყოველთვის მისი ეს პერსონაჟები და ადამიანები, რომელთა ბედითაც და ხასიათითაც ის ინტერესდებოდა, ყოველთვის მუდამ იყვნენ ამ ნიშნის მატარებლები. რაც მამასგან წამოყვა შოთა მანაგაძისაგან, ეს არის კაცური კაცობა. აი ნამდვილი კაცი იყო რა ვთქვათ. რაც ბევრს აკლია სამწუხაროდ. ყველა თავის ფილმში შემოქმედებაში, როდესაც ნაღდი შემოქმედება, იქ ყოველთვის ჩანს მისი ავტორის პიროვნება. აი ეს ჩანდა ნოდარის ფილმებში. ხოთიმსო თეატრალური ქულა დამთავრებული, იყო ძალიან კარგი მხატვარი თვალი ჰქონდა მას, იმიტომ რომ ის როგორც ხედავდა საქართველოს და საერთოდ როგორც ხედავდა, ძალიან ელეგანტურია მისი ფილმები, სტილისტურად ძალიან დახვეწილია. ნოდარს ნოვატორული რაღაცები ჰქონდა ნამდვილად. მანაგაძის მთავარი სურვილი იყო და ამ რეჟისორის მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო ამ ხასიათებში მთავარის, ადამიანურის, საწყისის, პირველადის და საკუთარ თავთან და საკუთარ სინდისთან მეს შენარჩუნების პრობლემა არათუ წინ წამოეწია, მხოლოდ არამედ ორგანულად განევითარებინა და მოეტანა ეკრანზე. ეს მართალი გითხრათ შესაშური და ერთგვარად მონატრებული თავისებურება კინემატოგრაფისა. არა ქართულზე არ ვსაუბრობ ახლა, რა თქმა უნდა, არამედ მსოფლიოს დღევანდელ პრობლემურ, დღევანდელ ბევრი რამ სიავით გამორჩეულ მსოფლიოს, რომელსაც სიყვარული სჭირდება და რომელსაც თანადგომა სჭირდება უდაოდ, აი ასეთ მსოფლიოს მსგავსი მეს და იდენტობის მაძიებელი გმირები, როგორც მოიყვანა და როგორნიც მოიყვანა ქართულ ეკრანზე ნოდარ მანაგაძემ, აუცილებლად სჭირდება.